აკეთებიან შენ სასულს თავადოებისმა? კეთებანი. მისი სიცოცხლე ისე აივსოს სიხარულით, როგორც ჩვენ გაგვახარა თავის სიცეკვით. მადლობ ალერსიანის სიტყვებისათვის, თავადო გიორგი. მომიახლოდი, შვენიერო. ვის შეუძლია გოსანთა შორის ჩამოართვა სამ გეგლუც მანდილი და ღირსეულად შეამგოს იგი. როგორ გამგობს შენ მანდილი, შიგნით მალავ ბირუს თვალებს, მიჯნური ვარ გულახდილი, გადმომხედე, შემიბრალ, შემკულია ეს მანდილი, ბაგეკბილი, როლით თლილი, მე ვარ მისი ავთანდი, მისი ეშხი ხელად, ქმნილი, მზად, მავალმა მევიპოვე ეს მანდილი, ტურთა ქალი გიშრის მიდან გადახდილი. ჩვენი საუკეთესო მგოსანთაგანი, ჯავახიშვილი. გავიფიქრე, მე და ტურთა მორიგდები. დავეტიე, გადავეცი, მორიდები. გამარჯვებული ჯილდოთ მიიღებს ჩვენში პირველად დაბეჭდილ ტიქს რუსთაველისას. დიდო მეფეო, ნებანიბოძე, მეტი მეცცა. ვინა ხარ? სადაური? თავადი გიორგის ძე. დავით გოსანი ჯავახიშვილი არასდროს არ დამარცხებულა. ეს მანდილი ქართველ დედას ამშვენებდა. მოწოდებით მრავალ ციხეს აშენებდა. ამ მანდილმა ჩვენს მარჯვენა დავილოცოს, დაგჭირდა მამულისთვის დავიქოც. მან აღზარდა საქართველოს დამცველები, რომ იცავდნენ ამ სიწმინდეს ქართველები. შეუნდა ჩემშვილს მეფეო, ჯერ ჭაბუკია. მოგრძელება შვენის, მეომარს შემოგიორგი. მაგრამ დღეს გმართებს იამაყო შენის ვაჟი. მომიახლოვდი შვილო. შენ დაიმსახურე ეს ჯილდო, ჭაბუკო. უთეულ იყოს შენი სპეტაკი მანდილი, შვენიერო. მანმე ბედნიერება მომიტა. აზრიადებ, ჩემი მანდილის ღირსებას, თავადო დაზი. შენი სახელი გწოდნია, შენი კი არ ვიცი. ქეთებანი ვარ, თავადელის ბარის ასული.
რომელ მხარეს უნდა გადამაგდეს ბედმა რომ კვლავ გიხი ლამისყანა თუ კი შენს გულს ესმოდა ჯელისებ ქრისტეს მოყარე მეფე თეოდორე ივანეს განკარგულები იგზავნებოდნენ ჩვენი ეჭნის საქართველოში მაგრამ მხოლოდ ამჟამად დავრწმუნდით პავნათლი რაოდენ ძლიერი ყოფილა ქრისტიანობა ივერიაში რაოდენ დიდი ამ სწავლობა თქვენი რაოდენ მამაცია ერი თქვენი გამივიღეთ მეფის ბრძანება გადმოგცეთ თქვენ ქართლის მეფე რომ ხელმწიფე ჩვენი პეტრე დიდი ქრისტიანულ სახელმწიფოებათა მიმართ თვისი დაუცხრომელი ზღუნვისა გამო გთავაზობთ გაერთიანებული იქმნას რუსთა და ქართველთა მხედრობა თურქთა წინააღმდეგ ისიც ეყოფათ რაც ვნება მიაგენეს რუსეთსა და თქვენ სახელმწიფოს გადაეცით მეფეთა მეფეს ზღვათა და ხმელეთთა ბრძანებელს ღვთით გამდიდებულ პეტრე დიდსა რომ აღფრთოვანებულნი ვართ მისი დახმარების ურყევი იმედით ბრძანს გამარჯობა და ჩვენს გულში არ არსებობს არავითარი ეჭვი და ყოყმანი დაუყოვნებლივ მივწერთ თქვენგან ნაბრძანებს ჩვენ დიდ ხელმწიფეს მეველი შენ სიტყვას ბრძენო საბა ურთხევ ვიყოს სახელი პეტრე დიდისა გულს არ აღსჯერა რომ დადგება ჟანი ოდეს ბაგრატიონთა გვირგვინთვეს გაერთიანდება ოდითვე საქართველოს კუთვნილი მიწაწყალი ნუ თუ დადგება ჟანი ოდეს ჩვენი გულიდან მოგლეჯილი სპერის და პონტის სანაპირონი სამშობლო რუსთაველისა დავით კურაპალატისა ივანე პეტრიცისა აკვანი ჩვენი სახელმწიფოსი სადაც ყოველ ქვას ახსოვს ნათელი სახელი თამარ მეფისა კვლავ შოუერთებიან თავიან ღრიძულ ძმებსა გაშმაგდებიან სპარსნი და ოსმალნი რომ შეიტყობენ რუსეთთან ჩვენს დაახლოებას ნუ თუ არ ჩაფიქრდებიან პეტრე დიდის ლაშქრის სიძლიერეზე შარშარის მეფე ჩრდილოეთისა ვერ მოასწრებს დაგვეხმაროს ოსმალ ჯარების შეჩერებაში რამბები რა მოხდა მეფეს მოვახსენებ სინვალე მეფე წარი ამბავი ოსმალთ ჯარი დაიძრა ჩვენსკენ ცეცხლი და სიკვდილი ვოსდებთ ყალდაკვალ თავადო გიორგი შენ შეაჩერებ თურქებს კვლავაც გაიგონ გურამიშვილის ხმლის სიძლიერე წმინდა გიორგი აკურთხე ქართველთ მარჯვენა დიდი საბრძოლო გმირობისათვის ოშკზე ცეცხლიანდე შოუბებში უნდა შევუკრათ გზები როით დავით ტერს მე შევაჩერებ
იგი უმწიგნოთ ემსახურა ჩვენ სამშობლოს. მოვალ შეაც ემსახურო შენის მაჯვერით. წადი ეახელ მეფეს. მოახსენე რომ ტრის სისხლით შევღებეთ მტკვარი. მცირე იყოს ჩვენი ლაშქარი. ოსმალომ დაგვძლია მეორე მხრიდან მოდიან სპარსნი. ყოველი მხრივ თავს გვესყმიან. სისხლით იცლება ქართველობა. წამომაყენეთ უკანასკნელად მივესალმო გორის ციხეს. იტყვის გული ქართლისა, დედა ოხთისა, შენ დაიბარე, იხსენი ქართლი. მეფევ, გორთან დავმარცხდით. ოსმალ ჯარებით ფილის უახლოვდება. თავს უშველე მეფევ. დიდო მეფეო, ხალადია. კახეთის მეფემ კონსტანტინემ სპარსელებს კარი გაუღო. ეს განსაცდელი მაინც ვერ გასტეხს ჩვენს ნებასურველს. ჩვენი ხალხი ამჟამად მარტო აღარ არის. პეტრე დიდს მე თვით ვიახლები, მან აღმითქვა დახმარება თვისი მხედრობით და მეგობრობით. ძამს დადგება ჟამი, ოდეს აღვასლო მამა პაპათა ანდერძი და დაუბრუნო ჩემს ხალხს თურქების მიერ წართმეული ჩვენი მიწაწყალი. მაგრამ მე მოხუცი ვარ. და თუ მაღალი ღმერთი არ აღასრულებს ამ ჩემს ვედრებას და ამ ბედნიერებას არ მომანიჭებს, მაშინ თქვენ შვილნო ჩემო, შენ ჩემო ბაქარ, შენ ჩემო ვახუშტი, შენ გიორგი, თქვენ შვილებს, თქვენ შვილიშვილებს, ყოველ ქართველს ვის გულშიც კი ამთია სამშობლოსადმი სიყვარული, უანდერძებ ამ წმინდა საქმეს. სად არის მეფე? მეფე მამა პაპათა ავანეს ეთხოვება. დიდო მეფეო, ნუ მიგვატო, მთელი ქართლი გევედრება. ადექი განამიარ მენადრება საქართველოს ბედნიერება შვილო ჩემო. მოუწოდეთ ქუძზე კაც მეფე. ჩვენ აქ გჭირდება მძლე მოკეთე. ვიახლები პეტრე დიდსა, იგი ჯარს მომცემს და ქრისტეს მცნების ხილოსნობა კვლავ ნათელს მოვფენ საქართველოს. შეგიძლიან შენთან მიახლო შვილი. დიდო მეფეო, ნება მიბოძეთ, ხმლით ხელში აქ დავრჩე.
დავით, შენ დაჯრილი ხარ. საშინელი ამბები კვეს. არც მამა მყავს, რა? არც სახლი აქვს. მაშ სად უნდა დახვიდე? არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. მიარსად არ გაგიშო. მეფე მამაჩემს შინდარჩენა უბრძანა. მე დამომყევლა მისგან. ჩვენ ჯერ ქვეშენ სიხარულით დაგიხვდებია. ჯრილობები იქ მოიშუშე. მეფე ვახტანგის დასვლის შემდეგ ამბობენ თბილისი დასარიელდაო. ხალხი გარბისო. ისიც ასთქვეს, რომ კონსტანტინემ ვახტანგის ტახტი დაიპყრო. ხოლო უმცროსმა ძმამ იესემ მაჰმადის რჯული მიიღო და თბილისზე მოდის ჯარითო. ძმას ებრძვისო. მერმე შინათ აიშალე. ძმამ მოუდო ძმას საყისტი. თავის თავსა ხმალი იცეს. გულში მოიხვედრეს ხიშტი. შეიქმნა დიდი მტერობა. თქვა ერთმანეთის ძვირისა. ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დახვედრა გზირისა. ქართლის ჭირსა ვერ ვირმოსთვლის, თუ არ ბძენი ენამ ჩემ. რაიკო, გული გათკინე? მრავალმა თმემ გამბო იმ დღიდან, რა დღიდანაც მივატოვეთ ჩვენ სამშობლო მხარე. დიდი უბედურება გვეწვია. ჯერ ისევ გზაში გავიგეთ გარდაცვალება რუსთა მეფის პეტრე დიდისა, რომელმაც თავის კარზე მიიწვია ჩვენი ბრწყინვალე მეფე. თხოვთ თავად ველისბარ, სანდოკაცის ხელით გადმოგვიგზავნოთ აქ მოსკოვში, სადაც ვცხოვრობთ ამჟამადაც ქართულ საქმეთა უტყუარი აღწერილობანი. წერთ საბა სულხან ორბელია. გახტევ გოგო. შენ ჩემო დავით, ყველა ჩვენ გაზზე ახალგაზრდა ხარ. ჭრილობებიც კარგა ხანია მოგიშუშტა. ესეც არ იყოს შენზე ერთგულ კაცს სად ვიპოვით? მოსკოვში წერილს შენ წაიღე. თავადი ელიზბარი მართალია. იახ, დავით უნდა დავით. დაწერეთ ციგნი თავადო. მისტერე თავადო, რომ ჩვენს დევსსა და ბავშვებს მონებად მიერეგებიან. მისტერე რომ ამხნის მანძილზე ზოგიერთმა სულით უზღურმა დაივიწყა ქრისტე ღმერთი და შეუდგა მაჰმადის ჯულსა. მისტერე რომ ცარცვა გლეჯა კაცის ყლა და შარაგზებზე თარეში უპავს ჩვენს ქვეყანა. ყველაფერი მისტერე თავადო. ისიც მისტერე დიდო ბატონო რომ გახშირდა ლეკთა თარეში. მარჯობა დათო! ერთთან მოდი დავით! მოდი! იცოცხლე დავით! გამარჯობა ნუ მოგისო!
მაგარი გმიხარიც რომ მოხდი. შენი ხმა მეზმა. რა გითხრა მამაჩემო? რად გიმზადებს ცხენს მეჯინივე? გათენებისას საქართველოს ვერ მშვიდობები. სამშობლო მხარეს ეთხოვები? ეგ რას თქვი, დავით? ჩემო ქეთევად, სევდა ახლოც არ გაიქარა. გული დაიწყ. მაშ მიდიხარ, აგი სული მას მპირდებოდი, არასდროს არ დაგშორდები. გამიგონე, დიდ საიდუმლოს გავდო. მამა შენმა გადასწყვიტა რუსეთს გაბარვა მეფე ვახტანგთან. იქ შევხვდები, მალე, სულ მალე. ნუ წახვალ, ჩემო დავით, მეშინიან განშორებით, უშენობისა მეშინია. ცხვენოდეს ქეთევად, ცრემი შეიშრა. მე ვეღარ აქცლო. შენ მართალი ხარ. ჯირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ითქვით გირს. გაფრთხილდი დავით. ყოველ ჟამს გველის განსაცდელი ანაზდეული. ეს ჯვარი დედის სახსოვარი. მარად გფარვით. გამუდმებით დილოცებ შენთვის, შენს მოლოდინში ვიქნები მარა. ეთევა! ნეძახია. ჯირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვითქვით გირსა. საბედისწერო დღიდან დავითი ამაოდ ძებნეთ მის კვალს ვერსად მივაგეთ. მაშ დაიღუპა გურამიშვილი. ულსარას ჯერა ხოლო გონება მეუბნება რომ ეს სასი ცეცხლოვანი გულისა იყო, ჭაბუკი იგი. მე ახლაც მახსოვს მისი თვალები, მისი სიტყვები იქ წმინდა ტაძართან.
ჯერ კიდევ ბევრს მოვისაკლისებ, დროს დავბრუნდებით საქართველოში. ისეთები, როგორიც იყო გურამიშვილი, იღუპებიან. და ჩვენ კი სამშობლოდან გადმოხვეწილი. ველი. რაღაც ველით. პეტრე დიდის სიკვდილით. ჩვენი იმედებიც გაიჩნდება. ჩვენმა ხალხმა დახკარგა ნდობა დედოფალს. გული გაუთხდა. მას შემდეგ რაც სპარსეთის მბრძანებელმა ნადირ-შაჰმა დაიპყრო კასპიის ზღვის სანაპირონი, დედოფალს ჩვენ აღარ ვჭირდება. ხოლო სულ მოკლეთა იმედებია დაჩრდილული. დედოფალი ანა ვერ დაივიწყებს პეტრე დიდის ნებასურვილს. რუსეთი მოკავშირე უნდა იქნეს ერთმორწმუნე საქართველოსი. დაპირებანი მრავალი იყო ძვირფასომა. ბრძენმა საბამ კარგად იცის თუ რაოდენ წარია სამადო ლუკმა და რაოდენ მძიმეა სხვათა კიბეს იასხო ჩამოსვლა. მაგას რატომ? განა შენ არ იყავი გენუაში სულგრძელო საბა? განა რომის პაპს მუხლმოყრით არ ევედრებოდი? საფრანგეთი ლუდოვიკოს მე-14 მამამ რო დაგავალათ საფრანგეთის მეფისათვის წერილის გადაცემა. მრავალი იყო დაპირებანი. და დაღუპული იმედები. გულსაკლავია შენი ნათქვამი, მაგრამ მართალია. უკანასკნელ წერილებში ვალინსკი მამას ატყობინებდა, რომ დედოფალი მალე იგუძებს. დიდი ხანია მაგას ველი ძვირფასო ძმაო. ახლად შივილის დრო არ არის და არც აგუმართებს. წამს დადგება დრო და ჩვენი სევდა მწუხარება ხინად შეგვეცვლება. დედოფალ ანას კაბინეტ მინისტრი არტემ პეტროვიჩ ვოლინსკი. ხოვე. თქვენმა უდიდებულესობა მიცის, რომ მე კეთილმოსურნები ვიბერიის ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ დამი ძმურის სიყვარულით ეხლაც ზრუნდა. რათა ხელმწიფე დედოფალმა არ მოგვაკლოს ძალობა. ლავ მოახსენებ მათ იმპერატორობის უდიდებულესობას. ის შეუძლია თქვენზე დუფეთან საქმის მოგვარება. იმედოვნებ, რომ თქვენი უდიდებულესობის წადილს შეიწყნარებენ. ხოლო დღეს კი რაკის შემთხვევით ჩამოვედი ქალაქ მოსკოვში, ვეახელ დიდად კეთილშობილ თავად ელიზბარს ფრიად პირადი საქმის გამო. ზად ვარ გემსახურე. ხოვთ მომიტევოთ თქვენო უდიდებულესობა. თავადის ასულო ქეთევა. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ ჩემს თხოვნას შეიწყნარებთ და გააბედნიერებთ ჩემს ოჯახს და ჩემს შვილობილს თქვენის თანხმობით. დიდად დავალებული ვარ ჩვენი გვარიშვილობისათვის ესოდენ საპატიო სურვილით, მაგრამ დედვისი ბედი გადასწყვიტოს ჩემმა გოგონამ. ეხლა მე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. გთხოვთ მაბადიოთ. ნება მომეცი დაგტოვოთ მამა. ძადი შვილი, ძადი. რა მოხდა? კეთება. მამა, არ შემიძლია
მამაჩემო, არ შემიძლია. ვერ დავივიწყებ, დავით. სიკვდილი მიჯო. უსწოდა. ვალენსკის უყვარ ხარ შვილ. მე კი დავითი მიყვარ. ძალას არავინ არ დაგატანს. მაგრამ გახსოვდეს ვალენსკის ვერ მოვიმდურებთ. მერე დავითის. მე ღრმად მძამ, დავით დაბრუნდება. მე მას დაუ. მე ბედნიერი ვიქნებოდი. ღვიძლის შვილი ვით ჩამეკრა გულში. მაგრამ დავითი ვერასოდეს ვერ დაბრუნდება. დაიღუპა. 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 მაშმე უფალმა სიცოცხლე სასჯელად რისთვის მიქცია. ღმერთო ძლიერო, მიიხსენ განსაცდელისგან. სუსტი, ღონე მიხტილი, საიდან გაჩნდა ასე? ხვდება, პირველი საქმეა ჯამად. სოფელსაც. არა, ჩემთან წავიყვა. რა მოხდა ეგორ? მოგწანდებიან. ავასაკ. მე წავალ. გმადლობ პატივცემისათვის. ყველაფრისათვის გმადლობ. საცახვალ მარტოხელ ადამიანი. ნახე, მოგირახულეს მეგობრებმა. უნდა გავიქცე. მეფესთან მოსკოვში. ნუ გეშინია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ჩვენში, რომ სტუმრისათვის გვეღალატოს. ჩემი გულისთვის უბედურებაში ვერ გავხდეთ. რაკიც მაცაფიცი ვარ. ჭირის და ხილის თარასწორად გავიზიარებ. სადაც გყავს ეგორ შენი ქართველი? სად არის? რა უნდა გადმოგცე? მერე რა გინდა ატამანო? რა ჯანდაბად გვინდა? არ ღირს იმის გულისთვის ლეკების გადაკიდება. დაიყვანონ თავის ნადავლი და გაგვეცალონ. გამოსასყიდ ოქროს მიიღებენ ქართველებისგან. უჯულებს არ მიცემ ქრისტიანს. უნდა მივცეთ და თავიდან მოიშოროთ, თორემ სოფელს გადაგვიწოვენ.
კაზაკისათვის უკადრესია გაჭირებაში სავარდილი კაცის გაცემა. ეგორ ნუ ახირდები ადამიანს ნუ აუხირდები იუდა ხარ რის ადამანი ნამსიარაღში გაგიცვლია ჩვენ ჩვეულებად არა ვქონია სტუმრის ღალატი გამეცხადე ფრთხილად იყავ ეგორ თკბილად გთხოვ ნებით არ მოგცემ ქართველს ზარი წავიყვან გადედო მაშეგრე ჩეჩერდი ალი მოგვიგლე მოხსენებულისა გამო გიბრუნებ ქალაქ მოსკოვის სადარაჯოსთან შეპყრობილ ივერიის მეფის ქვეშევრდომ გაპარულ ქართველს. შეუხსენით ხელები. ეფეს ნუ გაარისხებ ნიკავ სიმართლეს თქვი იქნებ შეგინდოს ადექი. ახლო მოდი. სად გარბოდი? ან რისთვის? ინვას ვერ ვიტან. თუ სიკვდილია, მაგრამ იქ მოკვდე. ჩემი სამშობლო მიწის კალთაზე. რა ვქნა? რაც უნდა მომივიდეს, უნდა გავიქცე დიდობადო. სხვებიც გაიქცნენ. სანდრო, შოთა, ბესო, ნუ გამირისხდები. და მეც უთუოდ გავიპარებ. გამიშვი მეფე, დევედრე, მიყავ წყალობა. აი, შეხედე თუ მტიმათხოვრებს, დიდობადო. მე იმათზე უბედური. შენ მართალი ხარ. მე შენზე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ. მე ბედნიერი ვარ, კვლავ მოვახმარო ამ ჩემ დიდ ბატონს. ჩემი გული, კლავი, გონება. საქართველოში დღეს ქართველობას საკუთარი ჭერი არ აქვს. შენ ვინა ხარ? გურამიშვილი. დავითი? ხსომებია ჩემი სახელი, დიდო მეფე. ჩვენ დაღუპული გვეგონე, შვილო. ამან გადამარჩინა, ეგორმა. სახელი და დიდება შენი, ეგორ. მოდი, შვილო, მოდი, ტკბილად ჩაგიკრა გულში. მრავალი განსაცდელი გამოგივლია, შვილო ჩემო. გამომართვი ეს ხმალი დავით. ჯერა, შვილო. მტკიცე იქნება შენი მარჯვენა, ვითა მხნე იყო შენი გული. ხმალი თქვენთან საიდან გაჩნდა დიდო მეფე? თავად ელიზბარის სასულმა ქეთევანმა გადმოგკნა. თავად ელიზბარი გაბრძანდება? არა, შვილო. ქეთევანი თავის მეუღლით პეტერბურგში დასახლდა და ელიზბარიც მათ სანახავად გაემგზავრა. პეტერბურგში? დავიდეთ, შვილო, დავით. ველოდებიან. განუცდად შმაგთა ხელობა
ფიალთა მიჯნურობა ვერ სძლივეს ძლეთა მებრძოლთა ვერ აქმნეს გულმაგრობა მე კი ვფარავ მაგრამ ჩემი სატკივარი არა ფარავს მეტად წარეთ გული მტკივა მას ჟოლებს და ტანში მზარავს ვერ გაუძლებ ჩხლეთს და მწვალავს ვერ მოვითმებ რომ არ დავგმო აღმამ ხნელსა აღმამ ფარავს ჩემი ცოდვაც მისცემია ჩემს ამომთხრელს ამომბზარავს გოსანი ხარ შვილო ჭეშმარიტი მგოსანი მე კი ზარდახანას გაბარებდი სად გახლავარ დიდო მეფეო ხელი ხმაც მაგის დროც დადგება დავით ამჟამად კი გახსოვდეს მართალი სიტყვა შვილო ხმალზედ ბასრია ვეღარ გიშველი სიტყვები მამა ჩვენ აქ წიგნებს ვბეჭდავთ მაშინ როდესაც მახვილს უნდა ვლესავთ მართალია დიდო მეფე წიგნი ესე ქართული ენის ლექსიკონია შენი ვენის დიდი საუნჯე გასვენებულ საბას მიერნა მოღვაწევი ბატონიშვილო სიტყვებით ოსმალთ ვერ მოერევი ვერც გაქცეულებს შეარჩენებ ენ ქართს ვიმხეთ სანამ კიდევ გვიან არ არის დიდო მეფეო სანამ ჩვენ ხმლებს ჟანგი არ მოსდებია რაც გაგიკაფავ ტახტისაგან ჩვენის მახვილით რით ვერ გაიგეთ თავადნო პეტრე დიდი რუსებზე ფიქრობდა მაშინ ოდეს ხელი სამეგობროდ გამოგვიწოდა დიდო მეფეო შიკრიგი გახლავთ სანქტ-პეტერბურგიდან მათმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ ყოვლად მოწყალე ხელმწიფემ დედოფალმა ანამ ნებაიბოძათ ქვენი ბატონიშვილების და მახლობელ თავადთა მიწვევა სამეფო კარზე თავად სანქტ-პეტერბურგს ბედნიერი ვარ რომ თქვენ იმედი გაგიმართლეთ და მე კი ნატურა ყოვლად მოწყალე ხელმწიფე და დედოფალ მეფე ქართლისა ვახტანგ მეექვსე
და მეფოვანი თქვენი უდიდებულესობის წინაშე ლავაღიარებენ იმ ჭეშმარიტ ერთგულებას, რომელს გრძნობენ სრულიად რუსეთის დედოფლისადმი. წმინდა თვინახავრა ანდერს, ჩემი ბიძისას, მირონცხებული ხელმწიფის პეტრე დიდისას, ბედნიერი ვარ, რომ თქვენ აქ გხედავთ, დედაქალაქში სრულიად რუსეთისა, რომელიც მუდმივ ერთგული იყო, ერთმორწმუნე ივერიისა. დაბრძანით თქვენ უდიდებულესობა. ყოვლად მოწყალეო ხელმწიფე. სამშობლო ჩემი, უდიდესი მადლობით ინახავს თავის გულში პეტრე დიდის ხსოვნას. თქვენი უდიდებულესობის სიტყვები კი აღვავსებენ ჩვენ ნათელის იმედით. ღრმად აგვწამს, რომ ჩემი სამშობლოს ჭრილობათა კურნა მოხდება მაშინ, როდესაც თქვენი უდიდებულესობის ბრძანებით სალაშქროდ გაემართებიან რუსთა ჯარები, რომელთა დროშები უგდავყოფენ აც განსვენებულ პეტრე დიდის ანდერძს. შენ, არტემი პეტროვიჩ, ჯერ ისევ პეტრე დიდისაგან გევალებოდა აღმოსავლეთის საქმეები. როგორ აფიქრობ? აღსასრულებლად პეტრე დიდის ანდერძისა თქვენს უდიდებულესობას მართებს ყოველნაირი დახმარება აღმოუჩინოთ მართლმადიდებელ ივერიას. რა სიტყვის გირონ, ჰერცოგი გოლანდიის. თუკი ხელმწიფე პეტრეს სცადა, უნდა აღსრულდეს. შენ, არტემი, პროექტების ოსტატი ხარ, სიგელს დასწერ. თქვენ კი, თქვენ უდიდებულესობა, თხოვთ ნიშნად ჩვენი კეთილგანწყობილებისა, მიიღოთ და ატაროთ რუსეთის უმაღლესი ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა. და საღამო ჟამს გთხოვთ მობრძანდეთ ასამბლეაზე. თავლება მეფისასული. ღმერთო, რა მოხდა? ჩაცმულობით კვლავ დაარღვია ეტიკეტი. თანამხლებელნიც ყვავთაფერად მოუკაზნია. ხასიათით მამიელა. Დაიგვიანე სულიკო. მერდა, ნუ თუ იქ სმოლნის სასახლეში სწორედ საათი არ აგავს. ვიბრძანე მხოლოდ, გამოგიგზავნი. მეფისასული ელიზავეტა პეტროვნა. ბედნიერი ვარ, პეტრე დიდის ასულის ხილვი. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სიხარული თქვენო უდიდებულესობა. მამიჩემის ნებასურვილის აღსრულების გამო. მისი მუდმივი სურვილი იყო თქვენი და თქვენი ქრისტიანი ხალხის დახმარება. როდისაკეთ თქვენ უმაღლესობა ესოდენ აბეზარ საქმით, როგორც არის პოლიტიკა და ინტერესით.
აჯობებდა რომ გხიბლავდეთ ცეკვით, თამაშით. გამოდგბილი იზინკა, რომ ჰერცოგი არ ცდება. თქვენ უდიდებულესობა, შეურჩიეთ მეფის ასულს ღირსეული რაინდი. ღირსყავით თქვენო უმაღლესობა, თქვენი ყურადღებისა, ჩემი თანამებრძოლის ვაჟი, მამაცი ჭაბუკი და რჩეული ჩვენი მგოსანი თავადი დავით გურამიშვილი. ეხლა ჩემი ტყვე ხართ, თავადო. თვალიადევნეთ ამ თავადს. რასაც შეამჩნევთ, ყველაფერი მე მომახსენებთ. ჩვენი პეტერბურგი უცხოელ თავადს ალბათ მეტისმეტად უჩვეულოდ უნდა ეჩვენებოდეს. გული ხარობს, როცა ისმეს სიტყვას ტკბილს და ალერსიას. ასეთია ჩვენი ძველი თქმულება. მე ყური მოვდართ თქვენც მუზების ნებიერი ხარ. თქვენ სულ გრძელი ბრძანდებით დიდად. მე მხოლოდ მათი უმნიშვნელო მსახური გახლავთ. მაცნობეთ რამე თქვენი პოეზიისა, რომლის შესახებ არა ვიცი რა. ეტრე, ხელმწიფემ ვახტანგს მისწერა. მოდი, მიგიჩნევ მამადო. იესოს ქრისტეს მიემდევ, ნუ მოგატყუებს მამადო. გიჯობს მე ზურგი მომყუდო, გულზე და გული მომადო. მერმე შენს მტერზედ მიმიწვე, ვით თივას ცეცხლებრ მამადო. ვიდრემდეს იყო ცოცხალი, რუსეთზე გარდამწვარია. ძენ უხვი, მართალ მოწყალე, სამართალ დაუმცდარია. ერთა მებრძოლთა მრავალთა, მან ყველას ხელი დარია. მოკვდა და თვისი ანდერძი, აც ისევ საქმობს მკვდარია. მე მოხიფლული ვარ ქართული პოეზიით, თავადო. ეს შაირი აზრით გადნიერია. სპარსული კეთილხმოვანება ჩვენ სამწუხაროდ არ აღჩანს ამ ლექსში. ჩემთვის ცნობილია კეთილხმოვანი პოეზია სპარსული, ხოლო ეხლა ჩავსვი, რა რიგ მომხიბლავია ქართული. მაინტერესებს რა სიტყვის ლექსთა დიდი ოსტატი და პოეტი ჩვენი ტრეტიაკოვსკი. გითხარით თქვენი აზრი, ვასილი კირილიჩ. გზნობამ სიტყვებით გამოხატულმა გვამცნო ჰარმონია და მათრობელი. ლექსთა წყობა უჩვეულოა და სილაბურ ლექსებს წააგავს. ვასილი კირილიჩს გემოვნება აქვს. უჩვეულოა, მაგრამ ფრიად კეთილხმოვანი. ჩემს გაოცებას იწვევს უთუოდ, რომ მათ უდიდებულესობას მოეწონათ ეს შაირები. ამა, გვიან არის.
მშვენიერია, მე მეტად მიყვარს კეთილხმოვანი ლექსი. დიახ, ეს ლექსი მოეწონებოდა ჰერცოგს კურლანდიისას. უფრთხილდით მას. მე თქვენმა ლექსმა მეტად მომხიბლა. ჯერ აკვლავად შევხვდებით თქვენს მუზას. ამ იმედს გულით ვატარებ. დავით, ძვირფასო კეთებან, ჩვენ ერთ ლიგვის. თქვენ უდიდებულესობა, სწრაფად შევკრიფეთ თქვენი ერთგული ივერიელნი და შევუერთდით ჩვენს მხედრობას კასპიის ზღვისპირს, რუსეთის მამაცი მხედრობისა და ღვთისშეწევნით მე იმედი მაქვს დაიბრუნებთ წინაპართა მემკვიდრეობას. ხოლო თქვენ მიერ ნდობით აღჭურვილ პირს გამოვატანთ ჩვენს მეფურ სიგელს. ვიბათ, თქვენ უდიდებულესობა. ვიბათ. აი უკვე ვოლგაც განვლეთ. ახლა კი ბედნიერი ვარ. და ვიცი კიდევ არ აშალს დედოფალ ანას სიგელი. მალე დაგვეწევა. მას თქვენ ფიქრობთ მე შევძლებ ჩემი მეფის გახარება. მაგრამ უნდა ავჩქარდეთ. ესე უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი სასახლის კარს ეწვივნენ სპარსეთის შახის ელჩები, რომელთ უდიდეს მფარველობას უწევს ჰერცოგი ბირონი. ვთხოვთ აქ დამიცადოთ.
დედოფალი სიგელს ხელს არ აწერს. ნუ გამიწყრები მოხუც, ჩემო ქეთევა. დამდეს ძირფასო. ბევრი ვეცადე, ბევრი, მაგრამ მაინც დიდად დავმარცხე. რა დაემართა? ჩვენმა ხელმწიფე დედოფალმა კვლავ გასტეხა თვისი მეფური სიტყვა. სპარსეთის ადმირალობიერმა მან სცნო სპარსეთის უფლებანი საქართველოზე. მერე სიტყვა რომ მისცა მეფე ვახტანგს? გასტეხა ისევე ვითი სიტყვა რუსაზნაურთ რომ მისცა. მოდი აქ. საღლურია ჩემი ცხოვრება. ეკდე მთელი დღე ამ წყეულსა და რაჯოს. დაიხსენე მეფის ასულის თვითოულის სტუმართაგან. კაცი თუ ქალი. აგეთ მოიცი? განსაკუთრებით თვალი უნდა მეჭიროს ერთზე. აი, ის არის. ის. მეფის ასულის ნახვა მინდა. ვერ შევაწუხებ. მოახსენე თავადი გურამიშვილი. ვინიც ის იქნებ ყაჩაღი. რას ბედავ? ეხლა მოახსენე. რაო? ვითომ რას ხვირი? საიდუმლო პოლიცია შორს როდი გახლავ? უშაკო ანდრეის ივანის ვერ იცნობ? ტყავს გაგა. ქრისტეს სახელით გევედრებით. მეტად საჭირო საქმე მაქვს. აუწყეთ. დღესვე უნდა ვინახულო დედოფალი. აუწყეთ გეუგდარებით. დამონახე. ისუ ბედავ. რამ გადაგრია? ისელეთ! აკეთ! ჩქარა! არ გაბედო! დაიჭირეთ! აიყვანეთ საიდუმლო პოლიციაში! ეს სახელმწიფო ბარად მოქმედნი! გამავყეთ! დავით. რა მოხდა? ვისთვის შეჩენ? წაიყვანეთ მეთქი, წაიყვანეთ. მოდი შიხტი კალბატონო. მე თქვენ მაოცებთ დიდად. თქვენგანი მთავხედი პოეტის დაცვა წარმოუდგენელია. მე ბავშვობიდან ვიცნობ თავადად. იგი არ იკადრებდა საქციელს რას მესამარცხუნოს. მაგრამ წუხელის მთელი სასახლე შეაშფოთა მისმა უღირსმა საქციელმა. თქვენო უმაღლესობა. პეტრეს ქალიშვილ და რა ბატონიშვილ ელისაბედს ეახლა დავით გურამიშვილი. ეს რაღაც ნიშნავს. მომიტევეთ თქვენო უმაღლესობა. კარგად უწყით რა უღმართა დატრიალდა ქართველს ბედი. დახმარებისთვის გიახლათ დავით. გადარჩენისთვის. გული დაიცხრეთ. ადექით. ფერსაძლეს. თუმცა შენდობამდე ჯერ შორს არის. მათი აღმატებულება ანდრეი ივანოვიჩ უშაკოვი თქვენს მოლოდინშია. თქვენო უმაღლესობა, ვითვერწმუნოს საკუთარ თვალებს.
ანდრეი ივანიჩ, ამ პატარა მასკარადს თავისი მიზეზიც აქვს. ჩემი საიდუმლონი სახელმწიფო ქაღალდს ვერ ვანდე და ვარჩიე, პირადად მეცნობებინა ჩემი თხოვნა. მსახურეთ თქვენ უმაღლესობა. ფრიად და ფრიად სამწუხარო ამბავი მოხდა. უკვალოდ დაიკარგა ქართველი თავადი გურამიშვილი. გურამიშვილი? არა მსმენია თქვენ უმაღლესობა. გულახდილად მოვისაუბროთ. ვერ ვიტყვი რომ თქვენ სამსახურს ღირსეულად აფასებდეს. ჰერცოგი ბიროი. სინდისისათვის მუშაობ და რა ჯილდოსათვის თქვენ უმაღლესობა. მე რომ მოვინდომო, უსათუოდ მიიღებთ გრაფის წოდებას. გრაფ უშაკოვ ხომ ლამაზად აშხერს? დიახ. მეტისმეტად სამწუხაროა რომ ეს საქმე თქვენს ხელთ არ არის. ვინც ის მომავალი რაც გვიქადის? თქვენ უმაღლესობა. მომაგონდა. გონებთ ერთი ქართველი თავადი მართლაც შეიპყრეს, ხოლო არ ვიცი. სწორედ ის არის? კარეტაში შევამოწმებ, ის თავადია თუ სხვა ვინმე. თუ ეგრეა მას მშვიდობის გზას უსურებ ჩვენს თავად. გმადლობთ, გრაფ. გრაფ უშაკოვ, ეს ლამაზად ჟღერს. შენ მიხსენ, შენ გადამარჩინე? არა დაისა. მათმა უმაღლესობამ ელიზავეტა. თქვენ უმაღლესობა. ამ იერიდან მარა თქვენი მოვალე იქნება დავით გურამიშვილი. მარტოდენ ერთს ვევედრები თქვენ სათნო და კეთილშობილს. გთხოვთ, აჩუქოთ სიცოცხლე. უცნობ კაზაკებურს, რომლის ცოდვა მხოლოდ ჩემთან იმეგობრობაა. ჩემი ცხოვრების შაბნელ დღეებში შენ გიხმობ მოხվել და ცხენი კვლავ შეკაცმული ხარ. სამშობლოში ბრუნდები, იქნებ ერთმანეთ, თვალი ვერასდროს ვერ გაუსწოროთ. შემინდე დავით. ცუდი სოფელი სრულყოფილა, არ შემისთულა მან აღთქმა. გახსოვს ის დღე, როს დამატყვევეს, შენ მითხარი, იქ, ლამის ყანაში. ჭირსაშიგან გამაგრება, ისე უნდა ვითქვით ირსა. ნუ მომაგონებ ლამის ყანას, გწამდეს, ჩემზე ბედნიერი ხარ, ენამებნის ჩემო დავით, დავშორდეთ.
წაიქცა. სახკარი თავს დაგვექცაო. ხინი შვება და სიამე სულ ჭირად გადაგვექცაო. ჩვენ რმანი დავჩი პატრონი წავიდა შორს გაგვექცაო. გაფრთხილდი შენც არ დაგვექცე ღვთისმადლსა მაგრად დექცაო. მეფე მოგვიკვდა ვიქნები ჩვენ წარეთ ოხერტიანი მით დაგვიგნელდა საწუთრო შუქთა წინვა და ჭყტიალი მოგწყდა წელგული შევქენით ვით უხროდ ჩიტმან ფრთიალი დავიწყეთ ვითა წიწითა უკრუხობითა წყტიალი სამუდამოდ დაგვამოყურა რუსეთთან ვოლგის მიწა. მალე შენი ერთგული შვილნი თავს მოიყრიან რუსეთის დროშების ქვეშ და ჩვენ გვწამს რომ დაჰკრავს ბედნიერი ჟამი ოდესეს დროშები მიგვიყვანენ ჩვენს მამაპაპათა მიწაზე სადაც შენ შვილებს ამჟამად არ გააჩნიათ საბანი და თავშესაფარი. საქართველოს ბატონიშვილებს, თავადებსა და აზნაურებს, რომელნიც იახლენ ღვთით გარდაცვლილ ვახტანგ მეფეს, ან უკან დაბრუნდნენ თვის სამშობლოში სპარსეთის შახის მფარველობის ქვეშ, ან და მიიღონ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა და ემსახურონ ჩვენ სახელმწიფოს. მეფე დედოფლის ანას ბრძანებით გამოყენებული იქნა ბრძოლებში ქართველ ჰუსართა პოლკი. ამხედავთ პრიტვიც ვიღაც თანამი ჩვენსკენ მოხროლავს
ეურიგოთ არ ვებრძვი სამმანდილოსას, როც გავიმარჯვებთ მარკიზა პამპადურს აუყვეც მონოსთან. მარია ტერეზას ჩემი ძაღლების მოვლას მივანდო. ელისაბედს გავგზავნით ციმბირს. იმედი მაქვს თქვენ უდიდებულესობა, რომ ყველა ფრანგი ქალი არ გაიზიარებს ხვეთრს მარკიზა პამპადურის. ყოველი ფრანგი თავხედია და ხარაფსუთა. პარიზის გაზეთებში წერენ, უკანასკნელი ბრძოლა რუსების გამარჯვებით დამთავრდა. აი რა ბატონებო, ჩვენს ხვალინდელ გამარჯვებას მე ლექს მიუძღვნი და ამ ლექს აშლის წვერით ფრანგებს მივართ. მე დაიკითხვა. უდიდებულესობა, ტყვეები გახლავთ. შემოიყვანეთ. რუსები ხართ? ჟან? რუსი. თქვენი კი ბატონო ოფიცერო. ქართველი ვარ. ბატონებო, ქართველი. ვერ ნახავთ ეროვნებას, რომ არ შეხვდეთ ჩემს ტყვეთა შორის. თქვენი მეფე ერეკლე შესანიშნავი სარდალია, დიდი მხედარი. დასავლეთში მე, აღმოსავლეთში ის. თქვენი სახელი? თავადი დავით გურამიშვილი. ქართველი თავადი. მოხარული ვარ. რამ გაიცულათ, რომ ატარებთ მუნდირს რუსეთის ოფიცრისას? რამ გაიცულათ, რომ იბრძვით რუსეთის არმიაში? ჩემი სამშობლოს ბედი დაკავშირებულია რუსეთთან. თუ რუსეთი ძლიერი იქნება, უკვდავი იქნება საქართველოს. მე ხედავდით, როგორ იბრძოდით. თქვენი თანაოფიცერი დამშვენებდა ყოველ არმიას, ჩემსოსაც კი. იბრუნებთ თქვენს ხმალს თავადო. ქართველებს არ შვევიათ მიწის გადაღება. არც თუ დიდად სასახელოა რუსის ჯარისკაცობა. რუსის ჯარისკაცე უკეთესი მთელ ქვეყანაზე არ არსებობს, თქვენო უდიდებულესობა. მთელი ევროპა მაგას ამბობს. მე კი სხვას ვფიქრობ. აი შენ, რუსო ჯარისკაცო. თქვი, საშიშია ჩვენთან ბრძოლა. ვის საშიში? ასე ფიქრობს მთელი რუსეთის ჯარი. მე კი გაიცულებთ სხვა ფიქროთ. რიტმიც მაგდაბურგის ციხეში. გული ხონდება, იწმო გოდება. ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო. ორგნა ბოდება, რაც მაგონდება. ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო. რასაც ჟამგნახე, სან შენი სახე. ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო. შენ ჩემთვის საფრხე, აგერწყო მახე. ეხლა კი დაგვიდგა აღსასრულის დღე. საფრავს გვითხრიან პრუსიაში. ეგორ, ეგ არ იქნება. მე და შენ ჯერ საქართველოში უნდა საურავ უნდა მოინახულოთ. რა კარგია იქაურობა. რა კარგია. უცნაური კაცი ხარ. იწვი და არი ფერფლები. გავიქცე. რაო? გავიქცე. გამიგონე. მალე
თქმოლები, კაპელანი და ციხის დარაჯი. მოდიან. მართვეთ, ეგორ. ჩელები დავით, გადავით. რუსელები გარბიან. იულფერგი კვლავ რუსებს უჭირავთ. ყოველივე დაიღუპა. პრიდვით. ბერნის გაფრინდი. დაუყოვნებლივ გაფრინდი. გადაარჩინეს სამეფო გვარი. თქვენა უდიდებულესობა. გადაარჩინეს სამეფო გვარი. ულერსდორფის სპორტსმენი. ჩემს შერწყმელას ხედავენ. ჩემი სამარე ციხი. რუსები, დასუჩვენეთ, ჩქარა! ყველა უდიდებულესობა, შემოგვეხივლენ! ტრაფა, დასუჩვენეთ! რუსის მეფემ თუდი დაკარგა! რუსის მეფე ფრიდრიხი სოლისველიდან გაიფრთხილდა. ბატონებო, მოგილოცავთ რუსეთის არმიის ახალ სახელოვან გამარჯვებას. მე ბატონო ბარუჩი, მადლობ კეთილწოდისათვის. წელს რუსიის მეფეს შეურყიეთ ტახტის სვეტი. ჩვენი გითხრათ სამსახური, სხვა რა გვექნა ამის მეტი. ჩემი აღსასრული შანი დადგა. შემეჩვენება თითქოს ვიღაც ქართულად მღერის. არა, ნამდვილია. ღერიან, გზავრებიან.
ვის ხოროს მოხუცო? არუჩკი თავადი დავით გურამიშვილი. მოახსენე. ერეკლე მეფის შვილს მირიანს სურს მისი ნახვა და დასტურს ენის. ბედნიერი ვარ, რომ წინვალე მეფის ერეკლის ძის ხილვა მეფის. ნუინებებთ მოხუცო. თხოთ, შინ მობრძანდეთ, მოისვენოთ. დანაყრდეთ ღვთის მოწყალებით, რაც გაგვაჩნია. მადლობთ. მრავალ ლაშქრობის შემდეგ დავბრუნდი უკრაინაში და აქ დავსახდი ზუბოვკაში. დედოფალ ანას მიერ ნაბოძებ მამულში. მე მწამდა, რომ ჩემს მიერ დამთხეული სისხლით შეღებილი დროშები ჩემს სამშობლოს თავისუფლებას მოუტა. ამას ველოდი. სამშობლოსადმი სიყვარული არასოდეს დამიწყებია. ეხლა უკვე მოხუცი ვარ. ჩემი სიცოცხლე იფერფლება. მხოლოდ ერთ მოწყალებას გთხოვთ. დე მამი ჩემის ხმალმა, რომელიც სასახელოდ მემსახურებოდა მრავალ ბრძოლებში, დაამშვენოს ის თავდადებული ქართველი, რომელიც ჩემი ნათელი მეფის ვახტანგის კვალს ეხლა მიხვდება. ხოლო ამ ლექსთა რეულმა აცნობს ქართველ ხალხს. როგორ ცხოვრობდა სამშობლოს მოწყვეტი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული დავით გურამიშვილი.